საქართველოში წამებისა და პოლიტიკური დევნის ფაქტები განსახილველად შესაძლოა ჰააგის სასამართლოს გადაეცეს. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებული კრიტიკული ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტში წერია, რომ უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებს აძლევს უფლებას დასაჯონ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, მაგალითად წამების ჩამდენი პირები. რეკომენდაციებს შორის არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ოცნების მიერ მიღებული კანონების გაუქმება ან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი. ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირველი საჯარო მიმართვა გაავრცელა. მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ მოწამეთა სიკვდილი დაუსჯელი არ დარჩება და ირანი შურს იძიებს. ის საჯაროდ არ გამოჩენილა და მისი მიმართვა წამყვანმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა. ლიკვიდირებულია ჰეზბოლას რადვანის ძალების სამხრეთ ლიბანის დანაყოფის მეთაური აბუ ალი რიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ლეტალური და ზუსტი ქმედები ჩვენ ვანეიტრალებთ ირანის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას ამერიკულ ძალებს და რეგიონულ პარტნიორებს, წერს ამერიკის ცენტრალური სარდლობა და ირანის ობიექტების განადგურების კადრებს აქვეყნებს.